მოგესალმებით, ჩემი ძვირფასებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გრძნობა და მოქმედება უახლოეს პერიოდში. მოდი ვნახოთ, წარმოთქვით მისი სახელი და გვარი და ვნახოთ რა ენერგიებშია, რას ფიქრობს, რას გრძნობს და რას მოიმოქმედებს. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა და რასაკვირველია ყველაზე ერთნაირად არ ეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას აღმოაჩენთ თქვენთვის. მას დავიწყოთ. წარმოთქვით მისი სახელი და ვნახოთ. რა ენერგიებშია თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი. დედა როგორი ეგოისტია, მესაკუთრე ეგოისტი, ცოტა ამპარტავანიც. ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. თქვენ კი ამოდიხართ გურუმი ქალის პოზიციაში. ძალიან დიდი ინტუიციის მქონე ადამიანი, შესაძლებელია ხილვები გქონდეთ. ბევრი თქვენთაგანი ტაროთი იყოს აკავებული მაგალითად, იმიტომ რომ ეწარმოვადგენ გურუმი ქალის პოზიციას. ნახეთ, აქ ძალიან დიდი ზღვა ემოციებია. როგორც მისი მხრიდან, ასევე თქვენი მხრიდანაც. აქ შეიძლება იყოს უზარმაზარი სიმპათია, შესაძლებელია პირდაპირ სიყვარულზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ემოციები ჩირის კრაი, რუსულად რატო ვთქვი, არ ვიცი, მაგრამ აი გადმოედინება თასიდან, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ზღვა ემოციებია, მათ შორის სექსუალური ინჯაჭულობაც. კარგით, მოდი ვნახოთ ახლა ესეთი რაღაცა. თვითონ როგორ ენერგიებშია. წარსულის ნოსტალგია აქვს მეგობრებო, იმპერატორი საკმაოდ რთული და საკმაოდ თავისებური ტიპაჟია. უყვარს, როდესაც სიტუაციას იმორჩილებს, ცოტა განკარგულებებიც უყვარს, ესე მითითებებს აძლევს. შესაძლებელია უბრალოდ დაკავებული პოზიცია ჰქონდეს, თანამდებობა მსგავსი, ან უბრალოდ ტიპაჟად არის ესეთი. რაღაცა გზასგან იხილავს, არ ვიცი, შესაძლებელია თქვენ შორის არსებობდეს მანძილი და ამ მანძილის გამოვლას ფიქრობდეს, იმიტომ რომ აი ნახეთ, გზაზე წამომჯდარი ცხენზე, უკვე გზაზე დამდგარი თასებით მოდის თქვენამდე. გთავაზობთ რაღაცა ემოციას. თუ თქვენ შორის მანძილია, მაშინ ამ გზის გამოვლას ფიქრობს, გეგმავს რა როგორ განახორციელოს, იმიტომ რომ ის უზარმაზარი ნოსტალგია წარსულის, სადაც იყო გულწრფელი ურთიერთობა და ემოციები თავს არანებებს. კარგი, მოდი ვნახოთ ესეთი რაღაცა. რას ფიქრობთ თქვენზე? თქვენს თვალწინავთ შეხედა ზუსტად იგივე არკანი ამოვიღე. ზუსტად ამას ფიქრობს, რომ გზა უნდა გამოიაროს, რომ თქვენამდე უნდა მოვიდეს, აუცილებლად თასები უნდა გამოგიწოდოთ. თასები ემოციაა, მეგობრებო, ამიტომ აი გულწრფელი ემოციებით მოდის. თუ ის უახლოეს პერსპექტივაში 4 დღე, 4 რიცხვი ნახეთ გამოჩნდება, იცოდეთ, რომ მისი ნაბიჯები, მისი სიტყვები, ქმედებები აუცილებლად გულწრფელია. ვიდეო აქტუალურია ნახვიდან. კარგით, კიდევ რას ფიქრობთ თქვენზე? ფიქრობთ, რომ დისტანცია გიჭირავთ, თითქოს თქვენი პოზიციების დაცვას უნდებით და მართებულიც არის ეს თქვენი მხრიდან, ნახეთ, ამას იაზრებს ძალიან კარგად. პარალელურად გეტყვით იმას, რომ უზარმაზარი მიჯაჭვულობაა თქვენზე. ენერგეტიკულად ძალიან გადაბმულები ხართ ერთმანეთზე, განსაკუთრებით აქ არის ძალიან დიდი მიზიდულობა ენერგიის და სექსუალური ჩაგრების თვალსაზრისით. ამას ფიქრობს. გამუდმებით აკვიატება ხართ მისი. მაგრამ ეს თქვენი ცივი პოზიციები, აი ხმალს იქნევთ და ეს თქვენი ცივი პოზიციები დისტანცია ურთიერთობაში მას ძალიან აბრკოლებს და არ მოსწონს არავითარ შემთხვევაში. კარგი, გრძნობა რა აქვს, რა კი ესეა? გრძნობა რა აქვს? გრძნობა რა აქვს? ნახეთ, აქ იმდენად გრძნობაზე არ მესაუბრება, ეხლა რამდენადაც უფრო სექსუალური მიჯაჭვულობა ძალიან დიდი. ნახეთ, თქვენ მისი მამოძრავებელი ძალა ხართ, აი ეს ძალა, რომელიც ურთიერთობაში არსებობს, ეს არის აი ზუსტად სექსუალური მიჯაჭვულობა სამწუხაროდ, გრძნობაზე მეტად ჭარბობს. პარალელურად თქვენ მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი ხართ. ამ შემთხვევაში მონეტა ნიშნავს ღირებულს, მნიშვნელოვანს. ხანდახან ემოციებზე მეტია ხოლმე ეს ღირებულებები, ამიტომ შემიძლიათ ამამად თქვა, რომ ამ ადამიანისთვის საკმაოდ ღირებული ადამიანი ხართ. კარგი, რას მოიფიქრებს უახლოეს პერსპექტივაში, რას გეგმავს, მოდი ვნახოთ. რას გეგმავს უახლოეს პერსპექტივაში თქვენთან მიმართებაში? რას გეგმავს? რას გეგმავს? აი ეს კონფლიქტი, რომელიც ახლა თქვენ შორის არის, თითქოს თქვენ გამოუტანეთ განაჩენი ამ ურთიერთობას, არ ვიცი, აი უადგილო ადგილას შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ ეს თქვენი ურთიერთობა საქანელას გავს. ეს არც პირველი კონფლიქტია და არც ბოლო არ იქნება, მეგობრებო, მაგრამ აი თან პარალელურად აღიქოს იმას, რომ თქვენ ხართ მისი პარტნიორი, თქვენ ხართ მისი განაჩენი, მაგრამ სამყაროსგან ძალიან დიდი საჩუქარიც. ეხლა ვარსკვლავი ამოდის, ვარსკვლავი მენტალურ სიშორესაც ნიშნავს და მანძილსაც ნიშნავს, რასაკვირველია, შესაძლებელია სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში ცხოვრობდეთ ერთმანეთსგან, რომც იყოთ, ნახეთ, ძალიან ახლოს ერთმანეთთან მენტალური სიშორია ახლა ურთიერთობაში.
რას გეგმავს ამ მენტალობის, აი ამ ტკივილის ენერგიის შემსუბუქებას, აი ამ გაურკვევლობიდან გამოსვლას, იმიტომ რომ აქ ძალიან მძიმე ენერგიებიდან გამომდინარე პარტნიორი შესაძლებელია გაბრუნებული იყო და გატრიალებული ურთიერთობიდან, ამიტომ აი ამ მანძილის შემცირებას, ამ ტკივილის ენერგიის დაბალანსებას, წყობში მოყვანას შეეცდება აუცილებლად უახლოეს პერსპექტივაში. განულება უნდა იმ უარყოფითი ენერგიების, იმ გაურკვევლობების, იმ ძალიან ბევრი კითხვის ნიშნების, რომელიც არის ურთიერთობაში. როგორც ჩანს, თქვენ გაქვთ ბევრი კითხვის ნიშანი, რაზეც პასუხები არ გაქვთ და სხვათა შორის მისი მხრიდანაც მსგავსი რამ ხდება. ძალიან დიდი ტკივილის ენერგია იყო. მიუხედავად უზარმაზარი ემოციებისა და ლტოლვისა ურთიერთობაში ერთმანეთს უზარმაზარ ტკივილს აყენებდით. შესაძლებელია ბოლო კონფლიქტი, რომელიც თქვენ შორის შედგა და იყო სამწუხაროდ, ეს გავდა მესამე მსოფლიო ომს. დაალეწეთ, დაანგრიეთ, შეურაცხყოფილოთ, იგრძნო თავი, ნახეთ უზარმაზარი ტკივილი მიაყენეთ ერთმანეთს, ამიტომაც გაბრუნდა და გატრიალდა. თუმცა ირხლანდელი გეგმები მისი არის, ნახეთ თავიდან დაწყება ურთიერთობის ახალი ნაბიჯების აღდგმა ურთიერთობაში, ნახეთ განულება იმ ტკივილის ენერგიების, რაც იყო, იმ კონფლიქტური ენერგიების, რაც არის ეხლა თუ არის და რასაკვირველია, უნდა 4-ვე სტიქი ახალში აიღოს და უზარმაზარი ტრანსფორმაცია გაიაროს, მეგობრებო. პარალელურად იმასაც აღვნიშნავთ, თუ ვინმეზე იყო აქ რაიმე მაგიური ზეგავლენები, უკვე წარსულისკენ მიდის, ანუ მიედინება, მთავრდება, სრულდება, რაღაცა ციკლი იხურება, თუნდაც ამ უარყოფითი ენერგიების ზემოქმედების თუ არსებობდა ამ ადამიანზე. აუცილებლად გეგმავს გადმოდგას ნაბიჯი და შანსი მოითხოვოს, ხელახალი შანსი ამ ურთიერთობაში, ამის ძალიან დიდი იმედი აქვს და იმის იმედიც აქვს, რომ სამყარო დაეხმარება ამაში, შეძლებს ამის გაკეთებას. ნახეთ, ჯერჯერობით ცხენი არ მოყავს მოქმედებაში, თუმცა გეგმა ძალიან კარგი აქვს, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი და ღირებული შემოგთავაზოთ, მაგრამ თქვენი ხმლის ეშინია, რომ თავი არ წააცალოს, როცა მოვა თავი არ წააცალოთ. ამიტომაც ცოტა ხანი ერიდება, ნახეთ, გაგაცალათ, შემოფარგლეთ თავისი საზღვრები, მაგრამ თქვენი რესურსები იმდენად ჭირდება თქვენი რესურსები ამ ნებისმიერ თვალსაზრისით შემიძლია განვიხილო ემოცია, ფლირტი, კომუნიკაცია და ასე შემდეგ, რომ აი ვერ აგიხსენებთ რა დღეშია. კარგი, საბოლოოდ მაინც რა იქნება შენი ნაბიჯები უახლოეს პერსპექტივაში. მუშაობა. ნახეთ, მზად არის იმუშაოს ამ ურთიერთობებზე, ამ გაურკვევლობებზე, ნახეთ, თუ ყველაფერი კარგად გაქვს და არაფერი გაურკვევლობა არ არის, მეგობრებო, მაშინ შეიძლება რომ ახალ ლეველზე გადაიყვანოს ეს ურთიერთობები, უფრო წინ და წინ წავიდეს თქვენი ურთიერთობა. იმიტომ რომ აქ არის რაღაცა წინააღმდეგობები ნამდვილად თქვენი მხრიდანაც არჩევანის წინაშე ხარ, შესაძლებელია თქვენ, შესაძლებელია თვითონ, ამიტომ აი ამ არჩევანის სწორად გაკეთება უნდა. შესაძლებელია მესამე პირების ჩარევით მოხდეს თქვენი კომუნიკაცია, ან თქვენი შეხვედრა, ან ნახეთ, დაკავშირება თქვენი, აი რაღაცა ესე. მესამე პირები შეეცდებიან თქვენი ურთიერთობის დაალაგებას, წაგეხმარებიან ამაში, მისი მხრიდან იქნება თუ თქვენი მხრიდან არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ამას ვხედავ. ნახეთ, აი მესამე პირების ჩარევის შედეგად მისი თასები მოდის თქვენამდე. მისი წინადადებები, ის გაურკვეველი სიტუაციები, რაც არის ჩამოკონციელებული ფეხებით, აუცილებლად უნდა რომ გადაატაროს და ნაბიჯები გადმოდგას. თქვენ თავარი ქალი ხართ, იმპერატრიცა, ეს არის ძალიან სასურველი ქალი, ძალიან სექსუალური, ვნებიანი, გრძნობებით სავსე, ვიტყოდი მისთვის წარმოდგენაში იდეალი ქალი, თუმცა ცოტა კუდიან ქალად აღიქვავთ, იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თქვენ მისი აკვიატება ხართ, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ხნის ურთიერთობას განვიხილავთ, ჩემო ძვირფასებო, გამუდმებით ფიქრობთ თქვენზე. დღე და ღამე აკვიატებული ფიქრი ხართ. აი ცდილობს ხოლმე რომ მოგიშოროთ თავიდან თქვენზე არ იფიქროს და ასე შემდეგ, მაგრამ არ გამოსდის არაფერი, ჩემო ძვირფასებო. არ გამოსდის არაფერი. ნახე, იქ თუ მას ოჯახი ყავს, იქაც რაღაცა გაურკვეველი სიტუაციებია, იქ ძალიან მოწყენილია, იქ არ არის იმ კომფორტში, რომელშიც უნდა რომ იყოს, ძალიან უნდა რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან, აი საკუთარ თავთანაც კი ჭიდაობაშია. და ბოლოს მაინც რა იქნება შედეგი თქვენს ურთიერთობაში? უახლოეს პერიოდში რა იქნება? შერიგება, თუ არის წინააღმდეგობები, თუ არის რაიმე გაურკვევლობები, მერწმუნეთ ჩემო ძვირფასებო, რომ აუცილებლად მოხდება თქვენი შერიგებაც, შეხვედრაც, მოლაპარაკებაც, დალაგებაც და აი არ ვიცი, ძალიან დიდი სიახლეები ამ თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში. ამიტომ წარმატებებს გისურვებ ჩემო ძვირფასებო და დროებით მომავალ შეხვედრამდე.